ხალხმა ასეთი მდგომარეობის მე არა ახლა მინდა მივწე ჩემი სურვილია ეს და გავაკეთებ კიდევაც ანუ ჩვენ გასულოთ ორი წელი ზადია გისმენ და არაფერს გამკეთებელია ხა შენ თავთან ვარ მომზადებული შენ თავთან ხარ აი ეს არტმან შენ მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ რომ აქ უნდა ესწრებოდეს მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენელი რომ მან დააფიქსიროს რა უკანონობასთან და უწესიორობასთან აქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიას თლიანად საქმე და აქედან გამომდინარე მიიღოს რეაგირება თუ მიიღეს თუ არა და მაშინ მე გადავწყვიტე რა უნდა გავაკეთო თქვენთან მიმართებაში იმიტომ რომ ეს უკანონობა და უწესიორობა უნდა დავდავოს ჩვენი საქმე არის ეს შევისწავლოთ რა ხდება ამიტომ მოედანი ყველა მასალები და ავალოთ ამ საქმიან ხალხს საწავიდა 1,20,000 ეგრე 980,000 ლარი რაში დაიხარჯება კომისიის წინაშე არ უნდა განიხილოს ეს შენ საფინანსო საბუჯეტო კომისიის თავმჯდომარე რო ხარ ხო არ დაგავიწყდა არ უნდა შევიდეს რადგან დისტრიქტში მაქსაგიში რა თან რაღაცა უკუქცევა და რაღაც ფიზიკის კანონებზე ლაპარაკობ გააკ ამდენი იცოდა ფიზიკა იცი განიხილება დამიგდე ქრისტიანი ხო ეს 1300 იქნება 1500 იქნება 1000 იქნება ეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულო სანამ საკრებულო ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ვერც გამგეობაში დაუბრუნებს ამ დოკუმენტს ბატონო განიხილოს კეთილინები კაი ის კი არა რომ ეს ხანკიძე და ხანკიძე მე სამი გამითვალისწინე ჩემი აზრი და ისე იმ შემთხვევაში ვიდრე გინდანებე გინდა ჩემი აზრი გავითვალისწინე და შენ წარმოიდგინე არა მარტო ის არ ყვე ბოლომდე უნდა იყოს გათვალისწინე სანამ საკრებულო ვერ მიიღებს კომისიამ არ უყაროს კენჭი ამას შევიკრიბოთ კიდე ხვალ შევიკრიბოთ კომისიაზე საღამოთი შევიკრიბოთ საკრებულომ არ უნდა უყაროს კენჭი ამას ჯერ კომისიას ხო აყრევინებ კენ შენ ხო დღის წესრიგში კომისიის საღრელად არ უყარო კენჭი მაშინ არა ჯერ არ ჩასვა ჯერ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და გადავწყვიტოთ ეს საკითხი შენ თუ კენჭი უყარე მე უკანგრდიო შენ ეგრე არ ეს შმაკობები და ეს არ გამოვა გამიგე არავითარ შემთხვევაში უყარეთ კენჭი ხოლოდ იმ შემთხვევაში და დამუშავდება დავწამდები თუ გადაიფიქრე არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ კომისიის ხომას და შენ თუ კიდე შენ დატოვე ძმაო მე მაგ საქმე რომელიც საქმისთვისაც ვარ მოსული აქ იმიტომ ვარ დეპუტატი მე დღეს იხილებოდა საბიუჯეტო საკითხები თანამდებობრივი სარგოს ზრდის საკითხები და 6 პუნქტიანი დღის წესრიგი წარმოადგინა კომისიის თავმჯდომარემ მაგრამ მთავარი მიზეზი აი ამ შედეგის ის არის რომ საკრებულო ვერ მიეჩვია ნორმალური მუშაობის წესს ისევ კაბინეტში როგორც ამბობდნენ და ყოველთვის ამბობენ რომ ჩვენ ბევრი ვარ და მივიღებთ გაწყვეტილებას არ შევწვით ესე უკვე გადაწყვეტილი საკითხებია გამოტანილი აზრიც არ აქვს მსჯელობას საკითხები არ არის ჩაშვებული სამსჯელოდ განსახილველად უამრავი ჯანსაღი აზრია მაგრამ რაღაცათო მისცემ კონსპირაციულად შეთანხმდებიან ჩუმად ოთახში და მერე აწვევიან მაბადეთთან გამოთქმისთვის იმ პირველ ჩვენებას არ არის ეგრე კაცო უამრავი ბიუჯეტი ეს ამას უნდა მეცნიერული მიდგომა ამას უნდა ანალიტიკური მიდგომა ყველაფერში უნდა მოусმინო იმას ვინც კომპეტენტური ამ საკითხებში არ შეიძლება ერთ კაბინეტში ვიღაცის ერთი პირის დავალებით რაიმე ხდებოდეს საკრებულოში არიან რიგითი დეპუტატები რომლებიც არიან დღემდე სადეპუტატო ხარჯების 128 ლარიან ოდენობაზე და დღის წესრიგში იხილება თანამდებობრივი სარგოების ზრდის საკითხი საკრებულოს თავმჯდომარეს უხდება პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე 2750 ლარი ხელფასი საკრებულოს სხვა თანამდებობის პირებსაც სოლიდური ხელფასები აქვს 1350 ლარი მაგალითად კომისიის თავმჯდომარეს და ფრაქციის თავმჯდომარეს მე მეუხერხულება იცით ჩემი ხელფასის ძაზე როცა საუბარი მივცე ხმა როცა ჩემ მეგობრებს ჩემ კოლეგებს 128 ლარი აქვს და სოციალური ფონი საერთოდ რაიონში არის კნინებადი როგორ შეიძლება შენ მივცე ხმა და არ ვიქნებით მე მომხრე ამ ხელფასების ზრდის პრეზიდენტმა კი არა ვინც არ უნდა თქვას როცა საზოგადოებას და ჩემ გვერდში ჩემ კოლეგებს 128 ლარი აქვს ხელფასი არსად არ არის ანალოგი რომ 1300 წევრი კონდეს დეპუტატს არა ანაზღაურებად დეპუტატს 1300 ყოველთვიური ხარჯი ეს არის გამორიცხული ჩვენთან არის საკრებულოს დადგენილებით მიღებული 160 ლარის ფარგლებში სატელეფონო და საწვავის ლიმიტი. ის ეთხოვდა 1300 ლარს, რომელიც წარმოუდგენელია. რომ ეს თანხმობა მიიღოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიიდან და ახლა კომისიიდან კონკრეტულად პიროვნულად როგორც ერთი წევრიდან. ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, ახლა თუ კი კომისიაში ვარ ჩვენ 11 ადამიანი, 11 ადამიანიდან თუ გინ 6 იქნება მომხრე, ეს საკითხი ჩვეულებრივად გავა. მაგრამ იმას უნდა რომ ყოველგვარი კანონის დარღვევით მიიღოს
კომისიას ისეთი გადაწყვეტილება, რომ ეს ჩაბრუნებულიყო მუნიციპალიტეტის გამგეობაში და გამგეობას უკვე წარმოედგინა პროექტი. კომისია მას კიდევაც რომ იყოს გადაწყვეტილება, მუშაჯგუფი აქვს შექმნილი საკრებულოს და არა კომისიას. მუშაჯგუფი არ გარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე, საკრებულო რასაც მიიღებს, აი ამის შემდეგ მოხდება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იმ პროექტის წარმოდგენა.